საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით ყველას. დადგა სამშაბათი დღე და რა თქმა უნდა ტრადიციულ დროს, როგორც კი გადასდა 9-ის ნახევარს, საქართველოს ეროვნული ლოტარია ლოტო 642 დაიწყო და მე და ზურა დღეს მზად ვართ იმისთვის, რომ თქვენთან ერთად იღბალს მოვარტყათ აუცილებლად მიზანში. მიზანში თუ დღეს მოვარტყით იღბალს, რა მოხდება? ეს იმას ნიშნავს, რომ გათამაშდება ისეთი არაჩვეულებრივი თანხა, როგორიც არის 1,983,545 ლარი. იქნება ნეტავის იღბლიანი, რომელიც აი უკვე მეორე წელია ელოდება თავის და მასთან ერთად ჩვენც მეორე წელია ველით ამ ამბავს. და ციფრთა კომბინაციას მეორე კატეგორიაში 130,000 ლარს გადასცა უკვე ჩვენი საპრიზო ფონდი შესაბამისად კარგი სუყე თანხები გვაქვს გასათამაშებელი და მოდი აღარ დავაყოვნოთ. აღარ დავაყოვნოთ ხჩემდან ხელმარჯვნივ ბატონო ზურა თუ შეიძლება და ავიხმაუროთ 2-1. ავახმაუროთ ჩვენი ლოტოტრონი და დაველოდოთ აბა ჯეკპოტი. მე ვამბობ რომ აუცილებლად უნდა გათამაშდეს, იმიტომ რომ აი ერთი სული მაქვს ეს დღე დადგეს და გავიზიარო ეს პედიერება და სიხარული. 10-იანში, რა სიტყოდი? მოვარტყათ. 10-იანი შემოგთავაზა ლოტოტრონმა პირველ მომგებიან ბურთად. მეორე შემოგთავაზა 7, მეორე მომგებიანი ბურთი, კი ბოლო პერიოდში რაღაც კარგად მივდივართ. ზუსტად ვიცი რომ 10-იანი და 7-იანი შემოხაზული გაქვთ, მაგრამ აი 37-ზე მაინც ვერ დავდებდი თავს. ნახოთ შემოხაზული აქვს თუ არა, ამას სულ მალე გავიგებთ. 37 გახლავთ მესამე მომგებიანი ბურთი. და მეოთხეც წამოგვეწია. 22-მა გააგრძელა თამაში და ვნახოთ რა იქნება მეხუთე momgebიანი. ბურთი და ის გახლავთ წითელი. წითელი და 12. დიდი იმედი მაქვს რომ თქვენს ციფრთა კომბინაციაშიც 12 რიცხვი მოიაზრეთ დღეისთვის. ერთი ცოდა ეგ არისო, ეხლა ამბობს რომელიმე 12-ის შემდეგ შებრუნებული ვერსია შემოგთავაზა 21. მეექვსე მომგებიან ბურთად და ბონუს რიცხვიც უკვე ჩამოვარდა. 15 გახლავთ ბონუს რიცხვი. მოდი კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ. მე მგონია რომ ბევრი გახარებული ადამიანი ახლა ეკრანთან 10-ით ვიწყებთ. 7-ით ვაგრძელებ. 27, 22, 12 21 და ბონუს რიცხვი 15. აბა რა ხდება მან? თქვენი ხმა გაგვაგონეთ. დავიგონეთ. წარმატებები თითოეულ თქვენგანს ვით შეიძინეთ ბილეთები. ჩვენ ხმას მაინც გაიგონებთ შედეგების გამოცხადებისას თუ რამე ისეთი იქნება, სერიოზულად. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ ხმას აუცილებლად გავაჟღერებთ ამ ბედნიერ ხმას. აქვე უნდა გავაგრძელოთ კი ბედნიერების ნოტებით, მით უმეტეს ფარაონში ყოველდღიურ ესეთ გადასაფრთხე ლატარიაში ყავს გამარჯვებული 50,000 ლარი გათამაშდა ბატონო. რემი ხოფერია გახლავთ გამარჯვებული და სწორედ ეს ადამიანი შეგვიძლია რომ გავიცნოთ ახლა. ნახოთ. მოგესალმებით ლოტოს მოყვარულო. ჩვენ მივყოფებით საქართველოს ეროვნული ლოტარიის მთავარ ოფისში. გადავწყვიტეთ რომ დღევანდელი გამარჯვებული სწორედ აქ ჩავწეროთ. იმისათვის რომ მოიპოვოთ ფარაონებისგან, არ არის აუცილებელი რომ ეგვიპტეს ესტუმროთ. საკმარისია მომენტალური ლოტარია ფარაონი შეიძინოთ და მოგება თქვენია. ასე მოიქცა რემი ხოფერია ფოთიდან და მან მოიგო 50,000 ლარი. ჩვენ უნდა გადავცეთ მას კუთვნილი თანხა და გავიგოთ მისი მოგების ისტორია. დავედით. გილოცავთ საქართველოს ეროვნული ლოტარიის სახელი და გადმოგცემთ კუთვნილ თანხას, რომელიც მოიგეთ ფარაონში. მესი მადლობა ლოტარიას. ჩვენ შევიძინე 2 ბილეთი და ერთ-ერთ ბილეთში მოვიგე 50,000 ლარი. გადაწყვეტილი არ მაქვს ჯერ რაში დავხარჯავ ამ თანხას, მაგრამ კაი საქმეში მოვიხმარ. ყველას ურჩევ ითამაშოს, იმიტომ რომ ვინც თამაშობს, ის იგებს, მოგება შეუძლია ყველას. ნამდვილად მეც ვეთანხმები ბატონ რემის. იგებს ის, ვინც თამაშობს და მოგება შეუძლია ყველას. მოგება შეგიძლიათ ყველგან. საქართველოს ეროვნული ლოტარია. ულოცავთ ბატონ რემის და ჩვენს განმოგსხმოდეს თქვენი წყალი ლოტო 642-ში ბატონ რემი. აბა შედეგები აი ისინი. აბა გადმოგვესხა? ესე იგი მეოთხე საპრიზო კატეგორია გავათამაშეთ 1954 ლარი გაიყო 4 ადამიანმა 486 ლარი შეადგენს მოგება ბილეთზე. დღეისთვის სულ ეს იყო ჯეკპოტი მეორე საპრიზო კატეგორია დღეს გამარჯვებული კი ბატონო და მესამე საპრიზო კატეგორიაში საკმაოდ მსხვილი თანხა მოგროვდა, ამიტომ გააქტიურდით. დიდი იმედი მაქვს რომ კარგი შედეგებით შევხვდებით უკვე მომდევნო ეთერში ერთმანეთს და მიაქტიურეთ იგებს ის ვინც თამაშობს და ხოლო მოგება შეუძლია ყველას და ამას დავამტკიცებთ პარასკევს. აუცილებლად დროებით.